ძალიან ხშირად ქალბატონებს უკეტავენ ბედს და მარტოობისათვის იმეტებენ. ამას აკეთებენ თქვენი მეტოქე ქალები, რომლებსაც ხშირად იცნობთ და შეიძლება ხშირად არც იცნობდეთ. მარტოობას და ჩაკეტვას აკეთებდნენ ოდითგანვე, ეხლაც აკეთებენ და სანამ ქალის მოდგმა იარსებებს, ალბათ მუდმივად გაკეთდება ეს რიტუალი. თუნდაც აი ბოქლომის ჩაკეტვა რომ არის, ხო? თუ მაგაზე შელოცვა გაგიკეთეს, ეს კატასტროფაა. ხშირად ქალბატონებს გონიათ, რომ აი აურის გაწმენდა მჭირდება, თილისმა მჭირდება, იმიტომ რომ პრობლემა მაქვს, რამდენი მამაკაციც არ უნდა შეიყვარონ, თქვათ, კი ამყარებენ კონტაქტს, მაგრამ ეს მამაკაცები რამოდენიმე თვეში მერე მიდიან რაღაც პრობლემების გამო, ხან ჩხუბი მოსდით, ხან ასე შემდეგ. ბევრს ოჯახი ენგრევა, თქვათ, ხო? მეგობრები უუცხოვდები, ნათესავების გაუცხოვება იწყება და ადამიანი რჩება მარტო, შემდეგ ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. თქვენი მტრები, ეს იქნება შეიძლება უბრალოდ მეზობელი, რომელიც უკვე ასაკშია და ისე შურს თქვენი, რომ აი ვერ წარმოგიდგენიათ, შეიძლება თქვენ საჭმელსაც კი გაწვდიდეთ, ისე კეთილად გექცეოდეთ, მაგრამ სინამდვილეში აი ესე უბრალოდ ბედი ჩაგიკეტოთ, იმიტომ რომ ერთ დროს ახალგაზრდა იყო, ეხლა აღარავინ აღარ ყავს, არც შვილი, არც არავინ და თქვენ დადიხართ ლამაზი ტანსაცმლით, ლამაზი მანქანით, თქვათ, ხო? და ეს ქალბატონი მერწმუნეთ, რომ კარგს არაფერს არ გისურვებთ. ამიტომაც ვამბობ ხოლმე, რომ გაიკეთეთ დაცვის ამულეტი. სხვათა შორის 7 თუ 8 ამულეტი გაყიდულია მექსიკის, მეგობრებო, ჩამოდის 1 ივლის, ასე რომ აღარ განმეორდება აღარ ესოდეს და მოკლედ დაეწაფეთ ვისაც შეგხვდებათ. რამოდენიმე დღის წინ გოგონა მომართა, რომელსაც მარტოობაზე და ჩაკეტვაზე, ბედის ჩაკეტვაზე გაუკეთეს ჯადო. მე წინასწორიშეც ვთქვი, რომ საკუთარ ოთახში იპოვა ჯადო და ამაზე მთელი მისი მეტოქის, ესე ვთქვათ, სამეგობრო ლაპარაკობდა და იკვეხნიდა, რომ აი რა მაგარია, რომ მას ჩაეკეტება ცხოვრება და მთელი სიცოცხლე მარტო იქნება. ამას ხალხი აღარ მალავს უკვე სამწუხაროდ ხალხი გადავიდა პირდაპირ შეტევაზე. ამიტომ რო არ გაგიფუჭდეთ ბედი და მთელი ცხოვრება არ დარჩეთ მარტო, პირველ რიგში აუცილებლად ატარეთ დამცავი ამულეტი და თუ რაიმე პრობლემა შეგექმნებათ, აუცილებლად კონსულტაციაზე მოგბრძანეთ.